პარტია წინა საარჩევნო კამპანიის დროს დახარჯავს იმდეს, რამდენიც საჭირო იქნება და დახარჯავს იმდეს, რამდენიც მობილიზებასაც მოახერხებს. რაც გვექნება, იმას დავხარჯავთ, ხა? საიდან მექნება მეგობრები, ახლობლები, მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენ დაფინანსება გვაქვს ჩვენი შიდა რესურსები, ჩვენი შემოწირულობებიც არის შემოწირულობების მექანიზმი. ის თანხები, რომელიც დაიხარჯება საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ეს თანხები არის ღია, კანონით გათვალისწინებული ფორმით უნდა წარვადგინოთ CSK-ში, ეს ღია ინფორმაცია იქნება. ყველა ხარჯი, რომელიც ეხება საარჩევნო კამპანიას, უნდა დაიხარჯოს ფონდიდან, ნაციონალურ პარტიის ფონდიდან. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების უმეტესობა არ და ვერ აკონკრეტებს იმ თანხის ოდენობას, რომლითაც ისინი წინა საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ამბობენ, რომ მაისში პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება, ამიტომ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ნაადრევია. შეეხება შემდეგ რეკლამების განთავსებას უფრო ფართოდ და ასე შემდეგ, უკვე მოზიდული თანხების ოდენობიდან გამომდინარე დავგეგმოთ. იქ 2000-ია თუ 25,000, ამაზე ჯერჯერობით არა ვარ ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ეს პროცესი გრძელდება. როდესაც მთლიანად ჩამოყალიბდება ზუსტით ის თანხა, რომელიც დაიხარჯება საარჩევნო კამპანიაზე, შემდეგ იქნება ამაზე საუბარი შესაძლებელი და ამას წარვადგენთ ოფიციალურად კანონის გათვალისწინებულ ლადებში. არჩევნებში გამარჯვებას და ამომრჩევლის დარწმუნებას ყველა თავისებურად ცდილობს. სხვადასხვა არხებზე უკვე გამოჩნდა პოლიტიკური რეკლამები, რომლის ნაწილი უფასოა. კანონის მიხედვით თითო კვალიფიციურ სუბიექტს 3 საათის განმავლობაში 90 უფასო წამი აქვს. რეკლამის ნაწილის ფასები კი არხების მიხედვით $120-დან $26,000-მდე მერყეობს. საკუთარი კანდიდატების რეკლამირებას პარტიები ბილბორდებზეც ცდილობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით თვის განმავლობაში თითო ბილბორდის ფასი $600-ია. თუმცა მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ეს მომსახურება ნაკლები უჯდება. არა, თითოეული ბილბორდი დაითვალეთ თქვენთან ჯდება $300-მდე, ბოლომდე $300 არა, სულ ქალაქში გვაქვს 18 ბილბორდი. ამ მონაცემების მიხედვით ნიკა ივანიშვილს ბილბორდებზე პლაკატის განთავსება თვეში $5,400 უჯდება. თუმცა სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი ამბობს, რომ დანახარჯები არა მისმა პარტიამ, არამედ თბილისის ფონდმა დაფარა. ქრისტიან დემოკრატების თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები საკუთარ კამპანიას თვითონვე აფინანსებენ, თუმცა პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებს. ის კი, ვინც საარჩევნო კამპანიაზე საკუთარი სახსრებით ზრუნავს, კამპანიისთვის შედარებით იაფ გზას ირჩევს. ბევრი რამის კეთება შეიძლება დიდი დანახარჯების გარეშე, შეკრებები, შეხვედრები, მოქალაქეებთან ურთიერთობა, ამას არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, სწორედ ამიტომაც არის ჩვენი კამპანია აწყობილი უშუალო შეხვედრებით ჩვენს მოქალაქეებთან. მოსახლეობასთან შეხვედრა მართველი გუნდის კანდიდატს ჯერ არ დაუწყია. ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ოპონენტები ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვას ხშირად ედავებიან, მერობის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. კანდიდატურის წარდგენის ვადა ხელისუფლებას 30 აპრილამდე აქვს. ჯერ არაა ცნობილი მერობის უკვე დასახელებულ კანდიდატებს, ვინ დაუპირისპირდება სახელისუფლებო გუნდიდან. თუმცა ცნობილია, რომ თანხები წინა საარჩევნო კამპანიისთვის ნაციონალური მოძრაობის ფონდიდან დაიხარჯება. საბოლოოდ, ვის რამდენი დაუჯდება, მოგება ან წაგება არჩევნების შემდეგ გაირკვევა, როდესაც პარტიები ფინანსურ ანგარიშს CSK-ში წარადგენენ.